დიდება ჩვენს უფალს იესო ქრისტეს. სანამ მომდევნო საკითხებზე გადავიდოდეთ, ვალდებული ვართ შევაფასოთ ის მკრეხელობა, რასაც ედი შერჭელიძე წმიდა წერილის მიმართ სჩადის და რაც მისი ჭეშმარიტი აზრის გაყალბებასა და მორწმუნეთა მოტყუებაში გამოიხატება. ამგვარი მოქმედება წმინდა მამათა მიერ შერაცხილია მწვალებლობად. ანუ ედი შერჭელიძე ოფიციალური საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორი და ლექტორი აშკარა მწვალებელია. ჩვენი სიტყვები ვინმეს გადაჭარბებულად რომ არ მოეჩვენოს, გავეცნოთ წმინდა მამათა სწავლებას ამ საკითხზე. უდიდესი უგუნურება მიატოვო წმინდა წერილი და ხელი მიჰყოს საკუთარი გამონაგონის ქადაგებას. ბრძანებს ცნობილი ბიზანტიელი ბერი პეტრე დამასკელი. ხოლო ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის თქმით, მწვალებელია ის, ვისაც წმინდა წერილის შესაბამისად არ სწამს. სწამს თუ არა ედი შერჭელიძეს ნათლისღების საკითხთან დაკავშირებით ისე, როგორც ასწავლის წმინდა წერილი. როგორც ნახეთ, არა. მეტიც ის ამახინჯებს წმინდა წერილს და მიაწერს მას იმას, რაც ღვთით განძნობილ მოციქულთ არ უგულისხმიათ. ამიტომაც ედი შერჭელიძეზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის არის მწვალებელი. ამდაგვარ ადამიანებზე სრულიად სამართლიანად წერდნენ ძველი ქრისტიანები. მაგალითად, როდესაც ღმრთის ეკლესიას დაპირისპირებულები რაიმეს წერენ, ხან ქორონიკონს მიმართავენ, ხან კიდე მოციქულთა მემკვიდრეების თხზულებებს და წმინდა მოძღვართ. აღიარებენ მათ სიმართლეს, მაგრამ საკუთარ გამონაგონსა და გმობას მიაწერენ. თავად კი მოციქულთა მათ მემკვიდრეთა და წმინდა მამათა ნაწერების დაჯერება არ ნებავთ. ეს არის ნათქვამი ცნობილ სლავურ წიგნში კირილოვა კნიგა. დაიბეჭდა მოსკოვში 1653 წელს. თავი მე-13, ფურცელი 175. ედი შერჭელიძე მოქმედებს მწვალებელივით, რომელიც როდესაც როგორც ამავე წიგნში ვკითხულობთ, როდესაც მოღრეცილი ხე დასჭირდება და ასეც ვერ იპოვის, სწორს მოღუნავს და თანაც იქით საიტკენას თვითონ ნებავს. ასე იქცევიან ლათინები, რომლებიც საკუთარი სურვილისამებრ ამახინჯებენ მოციქულთა გადმოცემას. და კიდევ ამავე წიგნში ვკითხულობთ, როგორც ჯამრთელს არ სჭირდება წამალი, არამედ პირიქით უმეტესადაც კი შეიძლება ავნოს მას, ასევეა ჯულიერის გამსწორებელიც, ჭყალებში ეს სიტყვა, რომელიც ამახინჯებს დაწერილს გასწორების ნაცვლად. ასეთებს საკუთარი თავისა და ცხოვრების ღვთისმცნებათაებრ გასწორება მართებთ და არა საღმრთო ჯულის ჩასწორება თავიანთი ამაო და ფუჭი იდეებით. ედი შერჭელიძესაც ურჩევთ ასე მოიქცეს. ედი შერჭელიძესნაირ მეცნიერებზე კარგად ამბობდა ეკლესიის წმინდა მამა ნეტარი იერონიმე. ის წერს, ყველა იქნება ეს ენაჭარტალა დედაბერი, გადარეული ბერიკაცი თუ უხსიტყვა სოფისტი, ერთი სიტყვით ყველა წმინდა წერილის განმარტებას მისცემია. აწვალებენ მას და თავად უმეცარნი სხვათა განათლებას შედგომიან. ეს კიდევ არაფერი. იმდენად აუშვიათ საკუთარი ენა, რომ სხვას ასწავლიან იმას, რაც თვითონაც არ ესმით. საერო ლიტერატურის შესწავლის შემდეგ მიუბრუნდებიან წმინდა წერილს და მჭევრ მეტყველებათა და სიტყვების ბრახაბრუხით იპყრობენ მსმენელის ყურადღებას. ყველაფერს, რასაც კი ამბობენ, ღვთის ჯულად მიიჩნევენ და იმას არას დაგიდევენ, თუ რა აზრი ჰქონდათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. საკუთარ აზრებს შეუსაბამო ტექსტებს უძებნიან, თითქოს და ეს კარგი საქმე იყოს და არა წმინდა წერილის ჭეშმარიტი შინაარსის დამახინჯების ყველაზე საზიზღარი სახეობა. ყველაფერი დაუქვემდებარო შენს თვითნებობას. სწორედ ამგვარად ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, ეშმაკის შეწევნით, რომელიც უდარდელ ადამიანებს წერილში გამოთქმული აზრების დამახინჯებულად განმარტებასა და შემატება შემოკლებებით ჭეშმარიტების გაბუნდოვანებას ასწავლის, შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში მრავალი არასწორი შეხედულება. ამიტომაც რაიმეზე იმის თქმა, რომ ეს წერილში წერია, სულაც არ არის საკმარისი. საჭიროა საუბრის მთლიანობაში წაკითხვა, რამე თუ გამოთქმათა ურთიერთკავშირს თუ დავარღვევთ, მრავალი გაუგებრობა წარმოიქმნება.
ისეთია ეშმაკის მზაკვარება, რომ შემატება შემოკლებით ან შერყვნით, ან საგნის ყალბი განმარტებით წარვწყმედელ აზრებს ამკვიდრებს. იმიტომაც აბნევენ ერეტიკოსები მათთან მოსაუბრეთ, აცხადებს წმინდა მამა, რომ ნდობით ვეკიდებით მათ და მათ ნათქვამს საღვთო წერილის კანონებს არ უქვემდებარებთ. მას წმინდა წერილის მოწმობები კედლად შემოარტყით მას და პირის გაღების შემძლებელიც ვერ იქნება. ცხადია, ჩვენ სრულიად ვეთანხმებით და მეტის მივდევთ წმინდა იოანე ოქროპირის ამ დარიგებას და წინამდებარე ნაშრომში სწორედ წმინდა წერილისა და დიდი რჯულის კანონის, ასევე წმინდა მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობის საფუძველზე ვცდილობთ თავგასული მწვალებლის ედიშერ ჭელიძის პირის დაყოფას და კადნიერებების მოთოკვას, ეკლესიის წმინდა საიდუმლოთა საგმობის სწავლებები რომ არ ამთხიოს და მომავალში მაინც არ დაავნიოს მორწმუნენი. რადგან როგორც ამბობდა წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, სხვადასხვა და მრავალ სახეარს ეშმაკის ისრები და მარტივი გონების პატრონთა აღელვებას ისწრაფვის. ხოლო ედიშერ ჭელიძისგან ცდუნებულ მორწმუნეებს ურჩევთ ისმინონ წმინდა იოანე ოქროპირის, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის ბრძანებს. თუ იხილო ვინმე, რომელიც საკუთარი ზრახვებით აღზრული იწყებს საღვთო წერილისადმი წინააღმდეგობას, განეშორე მას როგორც ჭკუა შეშლს. განეშორე მას ვითხარცა ეშმაკეულსა და ბორგნეულს, რამე თუ განა შეიძლება მიეტევოს იმას, ვისაც ყოვლის შემოქმედი ღმრთის არა სჯერა და სიყალბეთ გარდააქცევს ჭეშმარიტებას. ასეთები მოჩვენებითი მოგზალები თავს იკატუნებენ და ცხრის ქურხში გახვეულნი მალავენ მგლურ ხასიათს. შენ კი ნუსტუნდები, განეშორე მას და შეიძულე, გახსოვდეს დაშლილ და დარღვეულ ლოდზე არ დაგვიფუძნებია ჩვენი რწმენა. რადგან ძმანო, ეშმაკის მიერ არის შეპყრობილი ყოველი კაცი, რომელიც ღვთის სიტყვას არ ისმენს და არ ქადაგებს იმას, რაც ღვთის სიტყვაში წერია. წმინდა იოსებ ვოლოკოლამელის თქმით, დედამიწის ზურგზე არ არსებობს იმაზე უარესი ადამიანი, რომელსაც არ სჯერა წმინდა წერილისა და გმობს მას. ამავე წმინდა მამის თქმით, სატანის პირშუა და მისგანვე მეტყველებს ის, ვისაც წმინდა მამათა ნაწერებში ეჭვიში აქვს. ახლა კი განვიხილოთ სატანის პირშოსა და მისივე ორატორის, ედიშერ ჭელიძის მორიგი მკრხელობანი. კერძოდ, გადავიდეთ მის მორიგ არგუმენტებზე წმინდა მოციქულთა 50 კანონზე, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს ის დასხმითი ნათლობის გამართლებას. ოფიციალური საპატრიარქოს მიერ 1987 წლის კალენდარში დაბეჭდილ დიდ რჯულის კანონში წმინდა მოციქულთა 50 კანონი ასეა გადმოცემული. თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა 3 ნათლისღება ერთი საიდუმლოსი, არამედ 1 ნათლისღება უფლის სიკვდილის მიმართ. განიკვეთოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ ეცითო, არამედ თქვა, წადით და დაემოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელეცით მათ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. იქვე სკოლიოში მოცემულია მეთითება, ხელნაწერთა სკოლიოებში არის შენიშვნა, შეისწავლე 3 ნათლისღება 3 ჩაყოფის ნაცვლად. ბერძნულშია ტრია ბაპტიზმატა, რუსულში ტრი პოგრუჟენია. რას გულისხმობენ ხსენებული კალენდრის გამომცემლები, როდესაც ხელნაწერთა სკოლიოებს ახსენებენ? რომელ ხელნაწერთა სკოლიოებზია ლაპარაკი? ლაპარაკია 14 ტიტლოვანი ნომოკანონის არსენ იყალთოელისეულ ქართულ თარგმანზე, დიდ რჯულის კანონზე, რომელიც გამომცემლობა მეცნიერებამ დასტამბა 1975 წელს. სწორედ ამ გამოცემის ხელნაწერთა სკოლიოებში წმინდა მოციქულთა 50 კანონის შენიშვნის სახით მითითებულია სიტყვები: შეისწავლე 3 ნათლისღება 3 ჩაყოფის ნაცვლად. უკვე თუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან ნათქვამი არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ წმინდა მოციქულთა 50 კანონში. არა 3 ნათლისღებანი, 1 საიდუმლოობისანი სრულყნეს, არამედ 1 ნათლისღება ის სიკვდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული განიკვეთენ. რამე თუ არაესრე თქვა უფალმა ვითარმეთ სიკვდილისა მომარჩენისა ნათელსემდით, არამედ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. სკოლიოში კი არის მითითება, შეისწავლე 3 ნათლისღებანი ნაცვლად 3-თა შტაყოფათა. ძველიდან ახალზე მთარგმნელებმა გვიმტკიცებს ედიშერ ჭელიძე. ჯერ ის აღნიშნეს, რომ არსენისეული თარგმანის სიტყვას 3 ნათლისღებანი ხელნაწერებში ახლავს შენიშვნა. მოიტანეს ამ შენიშვნის ტექსტი, შემდეგ კი დაიმოწმეს 3 ნათლისღების შესატყვისი ბერძნული და რუსული პარალელები. რუსულად ასეა: Если кто, епископ или пресвитер,
совершит не 3 погружения единого тайного действия, но одно погружение, даемое в смерть Господню, да будет извержен. Ибо не рек Господь, в смерть мою крестите, но шедше научите все народы, крестя их во имя Отца и Сына и Святого Духа. Слаур Таргманши асея. Аще который епископ или презвитер не крещает в 3 погружения единым глашением, но воедино погружение в смерть Господню даемо, да извержется таковый. Не рече Бог Господь, смерть мою крестите, но шедше научите все языки, крестящие их во имя Отца и Сына и Святого Духа. Ქართულად რუსული და სლავური თარგმანები ასე ჟღერს. თუ რომელიმე ეპისკოპოსი ან მღვდელი არ მონათლავს სამგზის შთაფლით ერთ საიდუმლოში, არამედ ერთგზის და უფლის სიკვდილის მიმართ დაემხოს პატივისგან, რამე თუ არ უთქვამს უფალს, ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელცემდით, არამედ წარვედით და მემოწაფენით ყოველნი წარმართით და ნათელცემდით მას სახელით და მამისა და ძისათა და სულისა წვიდისათა. საინტერესო აღინიშნოს, რომ სლავური თარგმანის პატრიარქ იოსების გამოცემის სკოლიოში არის შენიშვნა. В святом крещении крестящихся погружати, а не обливати. Ანუ წმინდა ნათლისღების საიდუმლოში მოსანათლავები უნდა შთახფლათ და არ გადაასხათ მათ წყალი. საქართველოს ძველ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, როდესაც ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის ადეპტებთან დაობდნენ ნათლისღების აღსრულების ფორმის გამო, შთაფლითი ნათლობის კანონიკურობის აღიარებისა და დასხმითი ნათლობის მიუღებლობის საფუძვლად სწორედ წმინდა მოციქულთა 50-ე კანონს ეყრდნობოდნენ. ეს არის ნათლისღების საიდუმლოსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი განწესება მთელს სჯულის კანონში. მასში ნათლისღების ერთადერთ კანონიკურ ფორმად მითითებულია მხოლოდ სამგზის შთაფლვა და არა სხვა რომელიმე სამგზის დასხმა, დაბკურება, ჰაერში ნათლობა სამგზის აწევით, ქვიშით ნათლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ 50-ე კანონი სრულიად ცალსახად და გასაგებად მიუთითებს ნათლისღების საიდუმლოში სამგზის შთაფლის მნიშვნელობაზე და უარყოფს მისგან განსხვავებულ ყოველგვარ სხვა ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის შინაარსთან დაკავშირებით არ უნდა არსებულიყო რაიმე გაუგებრობანი და უკუღმართული განმარტებანი, ჩვენი ოპონენტი еді შერჭელიძე მისთვის დამახასიათებელი სოფისტური ხრიკებით წყალს აქაც ამღვრევს. ამის შესახებ ჩვენ უფრო დეტალურად ჩვენს მომავალ პოდკასტებში ვისაუბრებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის, გფარავდეთ ღმერთი.